მესტიის რაიონ სოფელ ლენჯერში ვიმყოფებით, სოლის უბანში. ხაბთანების საგვარეულო მურყომზე ვართ ახლა. ჩავალთ და ქალბატონ დალი ხაბთანს გავესაუბრებით. გამარჯობა ქალბატონო დალი. გამარჯობა. ხაბთანი ბრძანდებით. დიახ. მაინტერესებს როგორ მოხდით ამ სოფელში ხაბთანები? გადმოცემის მიხედვით ვიცით, რომ ხაბთანები მე-10 საუკუნემდე ცხოვრობდნენ გელათში. მერე სამი ძმა წამოსულა იქიდან, გელათიდან, გადასასვლელით, იქით ლატფარის გადასასვლელს ეძახიან. ჩამოსულან აქა და ეტყობა შეათვალიერეს ადგილები და ერთი დარჩენილა ნესგუნია პირველი უბანი იქა და ორი ძმა დასახლებულა აქ. და იმის მერე მოდის ჩვენი გვარი, ხაბთანები. დავით აღმაშენებელს უკავშირდება ერთ-ერთი ხაბთანის გვარი, დიახ, დავით აღმაშენებლის ლაშქარში იყო ხაბთანი. ერთ-ერთი ხაბთანი იბრძოდა დავით აღმაშენებლის გვერდით. დიახ. აღმაშენებლის ლაშქარში ბევრი სვანი იბრძოდა და სხვათა შორის ძალიან გამოიჩინეს თავი და ერთ-ერთი იყო ხაბთანი. ტაძარი გვაქვს უკან. დიახ. რომელი საუკუნით არიხდება და როდის ააშენეს? მე-19 საუკუნე საპატრიარქოს ექსპერტები იყვნენ ჩამობრძანებული შარშან და იმათ დაადგინეს სპეციალური მეთოდით, რომ ეს მე-19 საუკუნის ნაგებობა იყო. კოშკები საკმაოდ დიდი რაოდენობით ნახეთ თქვენ სოფელში. რამდენი კოშკი იყო თავის დროზე? თავიდანვე 15 და ამჟამად შემორჩენილია 8 კოშკი. 8 კოშკი თან კარგად არის შემონახული და როიდან რამდენი არის თქვენი კოშკი ხაბთანების? ახლა კუთვნილებით მაინც და მაინც არავინ არის საუბრალ დგას ეს კოშკები და ესე ხაბთანების კუთვნილებით 6. მოინტერესებს ომის გმირებით უყავთ ხაბთანები? პირველი მსოფლიო ომის, მეორე მსოფლიო ომის აფხაზეთის. პირველი მსოფლიო არა და მეორე მსოფლიო ომში ერთ-ერთი ყველაზე განათლებული თვალსაჩინო ჩვენი წარმომადგენელი აკაკი ხაბთანი იყო წასული სამწუხაროდ შინმოუსვლელი არ დაბრუნებულა და სადაც კი მსახურობდა ძალიან ბევრი ის იყო მის ოჯახს ამჟამად არ ცხოვრობენ აქა გადასულები არიან ძალიან ბევრი სიგელი ძალიან ბევრი მადლობა და განსაკუთრებული ის აქვთ მიღებული იმ ოჯახს და სამწუხაროდ ის არ დაბრუნებულა და აფხაზეთის ომში თუ იქნა? აფხაზეთის ომში ჩემი ბიძაშვილი ჯონი ხაბთანი რომელიც ასევე იყო მოჭიდავე ჩემპიონი იყო, საქართველოს ჩემპიონიც იყო, ჭიდაობდა და მე ცხოვრობდა გაგრაში და 14-ში დაიწყო ეს ომი და 28 აგვისტოს დაგვეღობა. დაჯილდოებული არის ვახტანგ გორგასლის მედლით. მადლობა მასამ გმირობისათვის. გამოჩენილ ხაბთანებზე რას გვეტყვით? საამაყო ხაბთანები ვინ არიან? საამაყო ხაბთანები ჩვენ ძალიან ბევრი გვყავდა ადრეც, ამჟამადაც, ახალგაზრდები, ძველგაზრდებიც. ძალიან ბევრი სამწუხარო ცოცხლები აღარ არიან. მე შემიძლია გითხრათ იგივე ის კაკოროვ თქვიშინ მოუსვლელი მისი ძმა. ეს გახდათ სეფე ხაბთანი, ჟორჟი ხაბთანი. ძალიან ბევრი რომელთაც ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი როგორც სოფლის ისე რაიონის აღმშენებლობაში და განვითარებაში. სხვათა შორის ჩვენი ხაბთანი პირველი რაიკომის მდივანი სვანეთში იყო კატორბე ხაბთანი. მაშინ სუპირველად მაგათი მომზადება ყოფილა მოსკოვში პარტსკოლის მაგვარი და 5 იყო საქართველოსდან წასული და ერთ-ერთი ჩვენი იყო კატორბი უგანათლებულესი. აი რო იტყვიან ახლა შემორჩენილი არის იმათი ბიბლიოთეკა, რაღაც საოცარი განათლება. ესე იგი ხაბთანების ძირითადი აი რო იტყვიან კუმირი და ის იყო განათლება და მოღვაწეობა სოფლისთვის და ადამიანებისთვის. ძალიან კარგი არის და მაინტერესებს სოფლის რაიმე საინტერესო ისტორია. ესე ახლოს ამ პატარა მონაკვეთში ამდენი კოშკი ერთად იშვიათად შემხვედრია. დიახ. მულყომები.
და მაინტერესებს რატო არის აქ რამე მნიშვნელოვანი იყო თუ რატო იყო ეს ახლოს კოშკები? ნუ ეს მოგეხსენება სვანეთი თავიდანვე დაყოფილი იყო, ქედი არის ბალის ქედზე ძახიან და ბასქევდა სვანებს ყავდათ თავადები, დადაშქელიანები და რეჩკიანები და ბაზზე მოსვანეც ბატონი არ ყოლია, ჩვენ ვიყავით ბატონო სვანები. ხო და აი ამ საზღვარზე პირველი მესაზღვრე ლატალია და ლატალის მერე პირველი დარტყმა, პირველი მას ყველაფერს ღებულობდა ჩვენი სოფელი და იმიტომ იყო ამდენი ნაგებობა, ამდენი თავდაცვითი ისა და ძალიან მორწმუნე ადამიანები, იმიტომ რომ აი ამ ასეთ მცირე მონაკვეთში 5 ტაძარი და ნატაძრალია და ამას ყველა აღნიშნავს, რომ ასეთ პატარა მონაკვეთში ამდენი ტაძარი და სალოცავი არსად არ 5 სალოცავი არის. და რომელ დღეს აღნიშნავთ განსაკუთრებით ხაბთანები? გიორგობას. ჩვენ წმინდა გიორგის მოყმები ვართ, წმინდა გიორგის მლოცველები ვართ, შეგვეწიოს ყველას მისი მადლი და ორჯერ აღნიშნავთ ამას 6 მაისს და 23 ნოემბერს. ეს არის უპირველესი დღესასწაული ჩვენთვის, სვანებისთვისა და განსაკუთრებით ჩვენთვის. დაახლოებით რამდენი ადამიანი იქნებით სულ ხაბთანებით? აქ ვინც ცხოვრობდა გადასრულ 100-120 ვიქნებით. მეტი არის. სოფელში რამდენი კომლი იქნება დარჩენილი? ხაბთანები? ხაბთანები ვარ 18 კომლი, 24 კომლი ცხოვრობს და დანარჩენი ჩვენა ვარ 18. დარჩენილები ძალიან კარგი. დიდი მადლობა საინტერესო ინფორმაციის გაზიარებისთვის. მადლობა თქვენ და წარმატებებს გისურვებ. ეს იყო ხაბთანების ისტორია. სოფელი ლენჯერი, სოლი. ხაბთანების გვარი 10 საუკუნეზე მეტ სითვლის. ისტორიის მიხედვით ამ გვარის წარმომადგენელი მებრძოლი დავით აღმაშენებლის ლაშქარშიც ყოფილა. ამჟამად ხაბთანების სვანეთში, მესტიის რაიონში ცხოვრობენ, თუმცა ამ გვარის ისტორია გელათიდან იწყება, სადაც 3 ძმა ცხოვრობდა. ისინი მოგვიანებით სვანეთში გადასახლებულან და იქ დარჩენილან საცხოვრებლად. ამჟამად სვანეთში ამ გვარის უამრავი წარმომადგენელი ცხოვრობს. მათი სხვადასხვა თაობის არაერთმა წარმომადგენელმა კი დიდი წვლილი შეიტანა სვანეთის სოფლებისა და ქალაქების განვითარებაში.